რამდენმა ადამიანმა დაკარგა ერთადერთი საცხოვრებელი, მანქანა, ოქრო და რამდენი დღემდე მთელ შემოსავალს იხდის ბანკში. ძალიან ბევრს ემიგრაციაშიც კი მოუხდა წასვლა და ხშირ შემთხვევაში, რადგან ოჯახმაც და მეუღლემაც კი არ იცოდა, რამდენიმე ქალი პირადადაც კი ვიცი, ვინც ვერ გაუძლო ნერვიულობას და გარდაიცვალა კიდეც სხვის გამო. და ვინ არის ეს სხვა? და ბიძაშვილი, მაზლი, მეგობარი, რავი მგონი ქუჩიდან მოსვლისთვის სახს იპოთეკით არავინ დატვირთავდა. როცა ახალ სამსახურს ვიწყებდი, არასდროს ყოფილა ჩემთვის აპრიორი ხელფასი. ალბათ არ დაიჯერებთ, იმიტომ რომ არასდროს მქონია იმაზე მეტი ვიდრე მჭირდებოდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ სამსახურში მომიწევდა თუ არა ჩემი საყვარელი საქმის კეთება და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რას მომცემდა ეს სამსახური. რას მასწავლიდა და როგორი ტიპის გამოცდილებას მივიღებდი. დღეს როცა ამდენი წლის ვარ და არ მახსენდება შემთხვევა, რომ მე ვინმეს ნდობის გამო დავზარალებულიყავი, ვთვლი რომ სრულად მართებული კრიტერიუმებით ვარჩევდი სამსახურებს. იმდენი ნაგავი მინახავს ნოტარიუსთან, ძმაკაცის უსინათლობებია რომ მოყავდათ, ვიზუალურად რომ პირადობაში თავის ძმაკაცს ძალიან გავდა და სახლს იფორმებდა მოტყუებით. ბევრი ძმა მინახავს დამ რომ დედა გადაიბირა და სახლი გადაიფორმა და ქუჩაში გამოაგდო. იუსტიციის სახლში და ბანკებში მუშაობისას ბევრი ადამიანი მინახავს აღსრულებაში, სხვის სისხლების გადახდის პროცესში და ასე შემდეგ. და რავი მგონი, ამდენ რამეს რო უყურებ, გაკვეთილი კარგად უნდა ისწავლო და არ არის სავალდებულო რომ ყველაფერი შენ გადაგხდეს, სხვის ცხოვრებაზე გადასარევად შეგიძლია ისწავლო. მე დიდი სიამოვნებით მოვახმარდი მთელს ჩემს ადამიანურ რესურსს, ცოდნას და გამოცდილებას, სხვების დახმარებას, მაგრამ მასეთ შემთხვევაში უნდა იყო ალბათ სასულიერო პირი და უნდა იცხოვრო მხოლოდ სხვებისთვის. მაგრამ მე როცა ცხოვრობ ერში, მყავს ოჯახი, შვილები და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე, სამწუხაროდ ვერ შევძლებ რომ მთელი ჩემი შემოსავალი, თუ შრომა, თუ დრო დავუთმო სხვა ადამიანებს და შესაბამისად ვერ დავდებ რისკზე ჩემს ოჯახს. ბევრჯერ უთხოვიათ ჩემთვის, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ტელეფონის, სესხის, გამათბობელის, მანქანის თუ სხვადასხვა ნივთების გამოტანა ჩემს სახელზე, ან თავდებში ჩადგომა და უარი მithქვამს, ალბათ მაშინ ეწყინათ, მაგრამ დღეს ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათთან. და მაშინ რომ უარი არ მეთქვა, ის სესხიც ჩემი გადასახდელი გახდებოდა და იმ ადამიანებთან რა თქმა უნდა არანაირი კომუნიკაცია აღარ მექნებოდა. ამიტომ ამ ქალბატონს ვუპასუხებ კომენტარზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მჯერა თქვენ ვინმესთვის რამე დახმარება გაგეწიათ უანგაროდ. იმიტომ რომ ურთიერთგამობრიცხავ აზრებს წერთ, თან ამბობთ რომ თავდებშიც ვედექი უცხო ადამიანსო და თან ამბობთ რომ სამსახურის ძებნას დიდი ძალისხმევა სჭირდება და რატო თხოვ ვინმეს უფასოდო და ეს თქვენი ცხოვრებაა და როგორც გინდათ ისე მოიქეცით. ჩემი წინა ვიდეო არ იყო მიძღვნილი ჩემი თავის ქებაზე ან ჩემი სიკეთეების დათვლაზე, მე თუ რამეს გავაკეთებ, ვიცი რომ ჩემთვის ვაკეთებ და ჩემი შვილებისთვის. და არც არასოდეს არსად მისაუბრია ვის რას ვუკეთებ. ღმერთმა დამიფაროს. წინა ვიდეო იყო გაღორებული ადამიანების კრიტიკა და ასევე მოწოდება სინდისიანი ცხოვრებისკენ. თქვენ არ ვიცი რამ შეგაწუხათ, მაგრამ აგერ მთელი ვიდეო მოგიძღვენით პასუხი. მე უკვე საკმარისად ვიცხოვრე და საკმარის გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ როგორღაც დამელაგებინა, როგორ დავეხმარო სხვებს, ისე რომ საკუთარი ცხოვრება არ დავაზიანო. კი, ნამდვილად ისეთი რამე უნდა მთხოვონ ადამიანებმა, რაც მე მინდა არა, რაც თვითონ სჭირდებათ, მაგრამ მეც არ დამაზიანებს. იმიტომ რომ როგორღაც უკვე ვარჩევ რა არის სიკეთე და რა არის სიშტერე ბოდიში ამ სიტყვისთვის.